კანონმდებლთა დამოკიდებულება პრობლემის მიმართ არაერთგვაროვანია. როგორი აუშალოთ სამინისტროს პოზიცია და რას აპირებს ქვეყნის ჯანდაცვა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში გვერდება პირდაპირ ეთერში. ხალხო მარიამ, საღამომშვიდობის, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ აღნიშნავთ, რომ სტატისტიკა არის საგანგაშო. ეს არის სერიოზული პრობლემა. როგორ ებრძვის სამინისტრო, რომ ის იყოს მოგვარებული მეტნაკლებად მაინც? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ნამდვილად ერთ-ერთ უმწვავეს საკითხს უთმობთ ეთერს. რაც შეეხება აბორტების თემატიკის მოგვარებას, ეს არის საკმაოდ კომპლექსური თემა, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანის უფლებათა კუთხით განსახორციელებულ ღონისძიებებს, ასევე ბიოეთიკის თემებთან არის კვეთა, რა თქმა უნდა, რელიგიურ მოსაზრებებთან არის კვეთაში და ჩვენ სწორედ სააღდგომო ეპისტოლის გაჟღერების შემდგომ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი საკონსულტაციო პროცესი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომზადებული სრული პაკეტი ახალი რეგულაციებისა, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ აბორტის საჭიროებებს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაოდენობრივად ის 40,000 ბაზისური მონაცემი შემცირდება და ჩანაცვლდება თანამედროვე კონტრაცეფციებით. ხალხო მარიამ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზეც, ასევე სხვადასხვა საკითხებზე, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი საუბრობენ და გიწევენ რეკომენდაციას, თუმცა რეგულაციებს რაც შეეხება, რომელიც უკვე მომზადებულია, როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს საკანონმდებლო ორგანო? კანონით ეს არის შესაძლებელი, რომ დარეგულირდეს, რადგან არ არის ერთი აზრი პარლამენტში ამ თემაზე? მოგახსენებთ, ახალი რეგულაციები სხვადასხვა იერარქიის კანონმდებლობას მოიცავს. საქართველოს კანონში ჯანმრთელობის შესახებ ძირითადად შედის ცვლილება აბორტის წინ მოსაფიქრებელი პერიოდის გაზრდასთან დაკავშირებით 3 დღიდან 5 დღემდე. მოგახსენებათ, რომ დღემდე 3 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი იყო მითითებული, ხოლო 5 დღემდე ვადა ერთის მხრივ შეესაბამება იმ პრაქტიკას, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში არის დაანერგილი და ამით ჩვენ ხას უსმევთ აბორტის წინა კონსულტაციის ჩატარების აუცილებლობას და ასევე აბორტის წინ, როგორც მედიკამენტოზური, ასევე ქირურგიული აბორტის წინ ჩასატარებელი როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი დროის მიცემას. აქცენტი გაკეთდება პირველ რიგში სიცოცხლის გადარჩენაზე, ისევე როგორც გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია მოითხოვს დაბადებამდე ბავშვის უფლების დაცვას, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა ხაზი გაუსვა, რომ აბორტის აკრძალვაზე არ არის საუბარი საქართველოში. აბორტი რჩება დედის და ოჯახის უფლებად, საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ წინა საკონსულტაციო პერიოდით, სადაც იქნება მიწოდებული სრული ინფორმაცია, როგორც ბიოლოგიური, სამედიცინო და ასევე თქვათ რისკების და შესაძლო გართულებების შესახებ, მიეცეს საშუალება ოჯახს, რომ გააზრებული, თქვათ, გადაწყვეტილება მიიღოს. მე მინდა თქვენი გამოსვლიდან გამომდინარე რამდენიმე კითხვა დაგისვათ, რომელიც პირადად მე გამიჩნდა და აინტერესებს საზოგადოებას. ამბობთ, რომ 40,000-მდე აბორტი ფიქსირდება წლის განმავლობაში. ამაში შედის თუ არა შერჩევითი აბორტი და ეს ხომ არ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როდესაც სქესის დადგენის შემდეგ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება? შერჩევითი აბორტის სტატისტიკა ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა თეორიული გათვლებით ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 2012 წელს დაახლოებით 1151 გოგონა დავკარგეთ და სავარაუდო მიზეზი გახლავთ სწორედ სქესის შერჩევა ორსულობის პერიოდში. ამასთან დაკავშირებით დეტალური კვლევა მიმდინარეობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, დასრულდება შემოდგომაზე და შესაბამისად გვექნება ახალი რეკომენდაციები თავად სელექციურ აბორტთან დაკავშირებით. თუმცა ამასთანავე თქვენის ნებართვით მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ახალი რეგულაცია არა მხოლოდ ვადის გაზრდას გულისხმობს, არამედ ახალ მთლიან დოკუმენტაციას პაკეტს, რომელიც შემუშავდა დღემდე არ არსებობდა ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სახელმწიფო პროტოკოლი, როგორც ექიმებისთვის, ასევე გზამკვლევი მშობლებისთვის, სადაც არის დეტალურად ინფორმაცია მოწოდებული, როგორც აბორტის ჩატარების პროცედურებზე, ასევე შესაძლო რისკ ფაქტორზე და რაც მთავარია, ჩვენთვის მთავარი აქცენტი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტასთან მიმართებით კეთდება
ჩანაცვლებაზე აბორტის თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა ამისთვის არის თავად ქალბატონების ინფორმირება აუცილებელი. ბოლო კითხვას დაგისვამთ, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტატისტიკა ოფიციალურისგან არაოფიციალური ბევრად განსხვავებულია და 7-ჯერ აჭარბებს იქ არსებულ მონაცემებს. ამაზე საინტერესო იქნება თქვენი პასუხი და ასევე იქნებ მიმართოთ ქალბატონებს რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა დაგიდგენ გვერდით, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და დაგემშვიდობენ. ბატონო, სტატისტიკის არასარწმუნოება ჩვენთვისაც საკმაოდ საყურადღებოა, თუმცა 7-ჯერადი სხვაობა მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად რეალისტურია. ალბათ 1/9 თქვათ აცდენა ოფიციალურ სტატისტიკასთან შეიძლება იყოს დასაშვები, რადგან კვლევები შინამეურნეობები სწორედ ამაზე მიუთითებს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში 40,000 ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობა საქართველოსთვის, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველა ძალა უნდა თქვათ მოვიხმოთ, რომ თანამედროვე მიდგომები დავამკვიდროთ ქვეყანაში. რაც შეეხება ქალბატონებისთვის მიმართვას, პირველ რიგში ალბათ ისევ და ისევ ინფორმაციის მიღება არის უმნიშვნელოვანესი, რადგან აბორტი არა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფასთან არის დაკავშირებული დაბადებამდე ბავშვის, არამედ საკმაოდ სერიოზულ რისკს ატარებს როგორც დედის ორგანიზმისთვის, ასევე შემდგომი შვილების ჯანმრთელობის შემთხვევაში და შესაბამისად მათ აბორტის წინ ჩასატარებელი კონსულტაცია მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ არასასურველი ორსულობების აუცილებლობა არ დადგეს და შესაბამისად სიცოცხლის ხელყოფის საჭიროება. დიდი მადლობა, ვნახოთ მომდევნო წელს როგორი იქნება სტატისტიკა, იმედია შემცირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე